რა მოხდა რეალურად რით ჩანაცვლდა ამერიკასთან ურთიერთობა, რით ჩანაცვლდა ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობა, ეს არის ძალიან მჭიდრო კავშირები ჩინეთთან, ირანთან, საუკეთესო ურთიერთობები აქვს რუსეთთან, ანუ რეალურად ისინი ცდილობენ რომ თავიდან ბოლომდე აი ეს მონაპოვარი სწორედ რომ ეს მრავალწლიანი მონაპოვარი ნდობის რესურსი, რომელიც გააჩნდა საქართველოს, დაიყვანონ ნოლზე, თავიდან ბოლომდე დაიყვანონ ნოლზე, რაც მათ თავიანთი გადმოსახით ალბათ წარმატებითაც შეასრულეს. საქართველოს სხვა არჩევანი არ გააჩნია, ეს იცოდა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან აი პროცესებში, რომელიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში, ხო საქართველოს სხვა არჩევანი ფიზიკურად ვერ ექნება ვერასდროს. საქართველოს ვერასდროს ვერ იქნება ახლო აღმოსავლეთის ნაწილი, საქართველოს ვერ იქნება რუსეთის სატელიტი, საქართველოს ვერ იქნება ჩინეთის, ასე ვთქვათ, გავლენის სფეროში. საქართველოს არის ისტორიულად ევროპული ქვეყანა, საქართველოს ადგილი არის ევროპაში, საქართველოს ადგილი არის ევროპულ ცივილიზაციასთან ერთად. რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, რა გადაადგილებებიც არ უნდა მოიმოქმედონ მათ. ჩემი აზრით, ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ამერიკამ რეალურად რაღაცა ფორმით დაიწყოს მათთან იმ ხარისხის ურთიერთობების დამყარება აღდგენა, რომელიც საქართველოს ჰქონდა ყოველთვის. ისინი არ უყურებენ ქართულ ოცნებას როგორც იმ ძალას, რომელიც შეძლებს ამერიკელებთან საერთო ენის გამონახვას, ისინი ადასტურებენ კიდევ ერთხელ საკუთარ მხარდაჭერას საქართველოსადმი, ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, მაშინ როდესაც ამერიკა იმყოფება ფაქტიურად საომარ ვითარებაში ირანთან, ირანის რეჟიმთან, ამ პერიოდში ქართული ოცნება აძლიერებს საკუთარ კავშირებს ირანის რეჟიმთან, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ქართულმა ოცნებამ რაღაცა ფორმით დაიწყოს რეალურად გადატვირთვაზე საუბარი, რომელ მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზეა საუბარი, როდესაც მათ რეალურად აღარ მიესწრებათ არც ერთ ევროპულ დედაქალაქში, ისინი არ არიან აღიარებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. მოდი დავიწყოთ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან, ცოტა მეცინება გულახდილად გეტყვით ამას რომ ვამბობ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, ქართული ოცნების ხელისუფლება სულ ამას გაიძახის ამერიკასთან დაკავშირებით. მე თავისთავად არ მესმის გულახდილად გეტყვით, რას ნიშნავს სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება ქვეყანასთან, რომელმაც 91 წლის მიწურულს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. ანუ აგე უკვე 35 წელია ჩვენ გვაქვს ურთიერთობა. ცუდი კი არა, კარგი უმეტესწილად ბოლო პერიოდს თუ არ მივიღებთ მხედველობაში. წარმოუდგენელი მგონია ყველაფრის გადახაზვა, წაშლა, განადგურება. მე აყურებელს ვეტყვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რომ არა, მაგალითად არაღიარების პოლიტიკა როგორც ასეთი არ იარსებებდა. ამერიკის შეერთებული შტატები რომ არა 2008 წლის ამბავი აგვისტო დადგა უკვე 4 აგვისტოა დღეს 2018 წლის წინანდელი ამბავი ისე არ დასრულდებოდა როგორც დასრულდა. გაცილებით უფრო მძიმედ დასრულდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატები რომ არა ჩვენი შეიარაღებული ძალები როგორიც არის დღეს, ან როგორიც იყო და არის, ხო, წვნისა და აღჭურვის პროგრამას გულისხმობ პირველ ყოვლისა, უბრალოდ არ იქნებოდა ჩვენი შეიარაღებული ძალები ისეთი. მეცაც გეტყვით, რაც არ უნდა იძახო ახლა ეს სტრატეგიული ურთიერთობები, დავიწყოთ ხელახლაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩემი მოსაზრებით არათუ სტრატეგიული, არამედ საერთოდ ურთიერთობებია განულებული და მხოლოდ ძახილი ან ელჩი ტალიაშვილის მიერ რაღაცა აქტივობები ამას არ უშველის. ოცნების ხელისუფლება მეორე მხრივ გვახარბებს მხოლოდ იმას, რომ ტრამპმა პროტოკოლური, ასე დავარქვევთ თქვენი სტებართვით, მადლობის წერილი გამოგზავნა კობახიძეს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა კობახიძემ 4 ივლისი მიულოცა დამოუკიდებლობის დღე, მიულოცა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმდინარე წლის ივლისის 4-ში, ზუსტად 1 თვის წინ. და ავისი, გონია ან წარმოაჩენს ასე უფრო ზუსტი რომ ვიყო, რომ ეს არის ურთიერთობის გადატვირთვის დასაწყისი. გიგიაზე დიპლომატი და ბევრის მცოდნე კაცი შეგვეხიდება და გვეტყვის მოგესალმებით გიგი, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მესმის რომ კითხვა უკვე მაყურებელმა იცის პასუხი თქვენი, მაგრამ მაინც თქვენი სტებართვით ასე დავიწყოთ. გადაიტვირთება კი ურთიერთობა, ხომ არ იმსხრევა და აი ეს ურთიერთობა საბოლოოდ და სამუდამოდ და ამავდროულად ხომ არ ემსხრევა
თავად ქართულ ოცნებას პროპაგანდა, რომ ურთიერთობას გადატვირთავს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც ბოლოს მოხდა, აი ამ რამდენიმე დღის წინ, სავიზო რეგულაციები თურქმენეთთან, ბანგლადეშთან და კიდე რამდენიმე მონღოლეთთან და კიდე რამდენიმე სახელმწიფოსთან ერთად უმკაცრესები და სამუდამო, ასე ვთქვათ, გვიწესა შეერთებულმა შტატებმა. მითხარით თქვენი აზრი, როგორ ვერ გადაიტვირთება და რაც განაპირობებს ეს, რა შედეგს მოიტანს ეს ურთიერთობების ვერ გადატვირთვა. მოგესალმებით ირაკლი, მიესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რეალურად, რასაც ჩვენ ახლა ვადნევთ თვალყურს, ეს არის ქართული ოცნების მიერ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაყვანა. ესეთი გაფუჭებული, ესეთი ასე ვთქვათ, განადგურებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არ ყოფილა არასდროს ჩვენი უახლოესი ისტორიის მანძილზე. ამერიკა ყოველთვის იყო საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი, ამერიკა იყო ყოველთვის საქართველოს და ქართული ხალხის დიდი გულშემატკივარი. ჩვენ ვიყავით ერთადერთი ქვეყანა რეგიონში რაღაცა დროის განმავლობაში, ვისთანაც ამერიკას ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობდა იმ სამშვიდობო მისიებში, რომელიც დიდწილად ამერიკის ეგედით იმართებოდა მსოფლიოში. ამაზე აღარ დაკონკრეტდები. რეალურად ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ ჩვენ ყველა ეს მონოპოლი, რომელიც ჰქონდა დღეს უბრალოდ ჰქონდა ამერიკასთან მიმართებით, ყველა დაიყვანა ნულზე. ანუ თავიდან ბოლომდე ეს ურთიერთობები გაანადგურა. იქამდე მივედით, რომ რეალურად ამერიკელებმა შეაჩერეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე თვის წინ მსგავსი ფორმატი შეთავაზებული იქნა სომხეთისთვის. ანუ სრულიად სხვა, ასე ვთქვათ, აქცენტები გამოიკვეთა ჩვენს რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპის ჩვენს რეგიონში და რეალურად ქართულმა ოცნებამ განაპირობა სწორედ ის, რომ ჩვენ აღარ განვიხილებით დღევანდელ დღეს არც ამერიკის, აღარც დასავლეთის უახლოეს, ასე ვთქვათ, პარტნიორად, სანდო პარტნიორად ევროპის ამ ნაწილში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნიშნული არის დასული სულ ნოლზე. ანუ რეალურად ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არის ბოლომდე დაზიანებული. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რამდენად მოახერხდება აი ამ პოლიტიკური პარტიის პირობებში, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ურთიერთობის გადატვირთვა, ჩემი პასუხი არის ნათელი, მე ამისი არ მჯერა, მე ხედავ იმას, რომ რეალურად მათთან მიმართებით ამერიკა მისდევს სრულიად თანმიმდევრო პოლიტიკას, იქნება ეს სანქციების თვალსაზრისით, იქნება ეს კონკრეტული გზავნილების თვალსაზრისით, იქნება ეს ძალიან მკაფიოდ გაკეთებული განცხადებების თვალსაზრისით, ქართულ ოცნებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიწყოს გადატვირთვა კი არა, საუბარი გადახედვაზე, ურთიერთობების რეალურ გადახედვაზე და აქ რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს არის აი იმ კანონმდებლობის უკან გაწვევა, რომელიც მათ მიიღეს ბოლო წლების მანძილზე, სრულიად წარმოუდგენელი დემოკრატიის შემზღუდავი კანონების მიღება და რეალურად დაბრუნება ცივილიზებული ურთიერთობების ჩარჩოში, რაც ფაქტიურად ჩემი განმოსახედიდან ამ პარტიას ფიზიკურად უკვე აღარ შეუძლია ამ პოლიტიკურ და მაინც ბატონობილი ვესმის, მაგრამ დაშვება გავაკეთოთ. უკვე თქვენ რასაც ბრძანებთ, პრინციპში ეს მადლობა პასუხისთვის, ეს ვაშინგტონიდანაც გაისმა ამგვარი მესიჯები. ასე მაგალითად, კარაფანომ გააკეთა განცხადება უკვე შემდგომ, განცხადება კი არა, ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ მედია გამოცემას, ხოლო მანამდე კონგრესმენ უილსონის რემარკების პასუხად ამ თემაზე ისაუბრა მარკო რუბიომაც სახელმწიფო მდივანმა. ამდენად მაღალი თანამდებობის პირ შეერთებულ შტატებიდან ვაშინგტონიდან საქართველოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში კომენტარი არ გაუკეთებია. მასზე მაღალი თანამდებობის პირი თვით პრეზიდენტი ტრამპია. მე არ გონია, რომ პრეზიდენტი ტრამპი არასოდეს თქვა დახურდავდეს მაინც და მაინც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოცემულ ეტაპზე, ვიდრე ესენი გლობალური გამოწვევების წინაშეა შტატები ან მთლიანად სამყარო, საქართველოსთან დაკავშირებით ორწუთიანი რეპლიკები თუ ორწუთიანი განცხადებები გააკეთოს. მაგრამ ამერიკიდან ისმის ეს მესიჯები, არ არის ეს ახალი, მაგრამ დაშვება რომ გავაკეთოთ, რომ გამოსწორდა ქართული ოცნება. მე მესმის რომ თქვენ არ გჯერათ. მე მესმის რომ არაფერი აქამდე არ გაუკეთებია ქართულ ოცნებას. მაგრამ აი ერთ წუთს წარმოვიდგინოთ, რომ გამოკვეთა ქართულმა ოცნება პერსონალურად ივანიშვილმა პასუხისმგებელი პირი, პირობითად პრემიერ-მინისტრი, პირობითად საგარეო მინისტრი, სხვები და სხვები, ცუდიზმნა არის შესაძლოა, მაგრამ შეახოცა მათ ხელი თქვა რომ აი ისინი იყვნენ პასუხისმგებელი და ამათმა დაგროპეს, აი სხვა პირები, რომლების პატიმრებსაც უშვებენ, კანონმდებლობასაც ცვლიან, ანუ აუქმებენ უფრო ზუსტი რომ იყო შედარებით სწორ პოლიტიკ ამათთან ამ ფორმალურ ხელისუფლებასთან. ამ შემთხვევაში შტატები
სთვის სანდო იქნება კი ბიზინა ივანიშვილი ის ხო მაინც არა სანდო პირია რომელიც რომელმაც შეიძლება ტაქტიკური მოსაზრებების გამო პოლიტიკა სტრატეგიაში ტაქტიკა შეცვალოს მაგრამ ხვალ ისევ რაღაცა გადააგდოს ისევ და ისევ რამდენად სწორის მნა არის არ ვიცი აი გისმენთ ამასთან რასაკვირველია არანაირი ნდობა არც მას და არც მის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ ამერიკელების თვალში, დასავლეთის თვალში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლო წლების მანძილზე რა მოხდა რეალურად, რით ჩანაცვლდა ამერიკასთან ურთიერთობა, რით ჩანაცვლდა ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობა. ეს არის ძალიან მჭიდრო კავშირები ჩინეთთან, ირანთან, რუსეთთან. ის გავლენა, რომელიც იზრდება ამ ქვეყნების საქართველოში არის ყოველთვის უკვე თვალსაჩინო. ამის შესახებ უკვე საუბრობენ ჩვენი მეგობრები როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, რეალურად რა გააკეთეს მათ, რეალურად მათ ჩაანაცვლეს დასავლეთი, ანუ ცდილობენ დასავლეთი ჩაანაცვლონ, ეხლა ჩინეთით ჩაანაცვლონ, ირანი ჩაანაცვლონ თავისთავად საუკეთესო ურთიერთობები აქვთ რუსეთთან, ანუ რეალურად ისინი ცდილობენ, რომ თავიდან ბოლომდე აი ეს მონაპოვარი, სწორედ რომ ეს მრავალწლიანი მონაპოვარი ნდობის რესურსი, რომელიც გააჩნდა საქართველოს, დაიყვანონ ნოლზე, თავიდან ბოლომდე დაიყვანონ ნოლზე. რაც მათ თავიანთი გადმოსახით ალბათ წარმატებითაც შეასრულეს. სწორედ ამის გათვალისწინებით ახლა რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, რა გადაადგილებებიც არ უნდა მოიმოქმედონ მათ. ჩემი აზრით, ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ამერიკამ რეალურად რაღაცა ფორმით დაიწყოს მათთან იმ ხარისხის ურთიერთობების დამყარება აღდგენა, რომელიც საქართველოს ჰქონდა ყოველთვის. ეს არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რაღაცა ფორმით შეძლებს რომ ისარგებლოს ამერიკელების ნდობის მაღალი ხარისხით. ეს არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს ამერიკასთან და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან აი ამ სანდო ურთიერთობების ძალიან ასე ვთქვათ მე ვიტყოდი ურთიერთპატივისცემას დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა, მათ პირიქით ყველაფერი გაკეთეს რომ ეს დაეზიანებინათ, ანუ ფიზიკურად რაც არ უნდა მოხდეს, ეს პოლიტიკური ძალა ვეღარ მოახერხებს. ანუ პოლიტიკური ძალა, გიგი თუ სწორედ მის პოლიტიკური ძალა, დამოუკიდებლად იმისა, ვინ იქნება მის შემადგენლობაში მოცილავე პოზიციებზე, პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხმია ქართული ოცნება, მრავალ ფაქტორთან გამორაცავდა საჭადრაკო როქები გააკეთოს, კომბინაციები, ტრუკები გააკეთოს ბიზინა ივანიშვილმა, პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება, ნდობას არ იმსახურებს. იმიტომ რომ ერთია საკადრო გადაწყვეტილებები გაუშვა კობახიძე და მოიყვანა სიკინჭილაშვილი პირობითი გვარით, ხო? მაგრამ მეორეა რომ ინფილტრაცია ამაზეც ვისაუბრებთ. მათ შორის ჩინური გავლენები, მათ შორის რუსული გავლენები, ამაზე მე და თქვენ კი არ ვსაუბრობთ. აგებთ ლად ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლები საუბრობენ ამაზეც კითხავთ ცოტა ხანში. ეს თვალსაჩინოა, უკვე ვიცით ყველა. და ეხლა სიკინჭილაშვილი იქნება აქ პრემიერ-მინისტრი თუ კობახიძე, უშუალოდ ივანიშვილი დაბრუნდება თუ რაღაცა გვარს მოვიგონებ ეხლა თუ გლებავთ ხო, რამის ვოლსკის დანიშნავს პირობითად რასაკვირველია. მაკა ბოჭორიშვილს არის, რომელსაც შეიძლება უკეთესი რაღაცა ინგლისური აქვს ვიდრე ირაკლი კობახიძეს, შეიძლება არც აქვს, ვერ გეტყვით, ხო? ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. კეთილი, ერთი კითხვაც, თქვენ ახსენეთ ხალხი, საზოგადოება, მე მანამდე ჩემს შესავალ ნაწილში თქვი 91 წლის მიწურულს აღიარა შეერთებულ შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა, მეთქი, რამდენად მიჯნავს ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ადმინისტრაცია და მათ შორის დღევანდელი ხალხს და ხელისუფლებას. ევროპელები თითქოს მიჯნავენ. იქ ევროპარლამენტარებიდან, ევროკომისიიდან, ევროსაბჭოდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ეს მესიჯი თითქოს კი ნამდვილად სულ ისმის, რომ აი ხალხი ცალკეა, არ მსჯით, არ დავსჯით ხალხს. აი ამერიკელები რამდენად გრძნობენ იმას, რომ ეს ხელისუფლება წოდებულია. ეს ხელისუფლება სულაც არ გამოხატავს ხალხის ნებას, ხალხის აზრს, ხალხის პოზიციებს. და ამის ძალიან თვალნათელი მაგალითი არის ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოგზავნილი მისავალში წერილი ჩვენი ეროვნული დღესასწაულის 26 მაისის აღსანიშნავად, რომელიც მან დაწერა ერევნიდან სომხეთში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს და იქ არის ხაზგასმით რამდენჯერმე ნახსენები ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, არც ერთხელ არ არის ნახსენები ხელისუფლება. ეს მისალოცი ეძღვნება სწორედ რომ ქართულ ხალხს ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს და აქ არის ძალიან პირდაპირი მინიშნება იმაზე თუ ვის აღიქვავს ამერიკული მხარე რეალურად
საკუთარ პარტნიორად. ისინი არ უყურებენ ქართულ ოცნებას როგორც იმ ძალას, რომელიც შეძლებს ამერიკელებთან საერთო ენის გამონახვას, ისინი ადასტურებენ კიდევ ერთხელ საკუთარ მხარდაჭერას საქართველოსადმი, ქართველი ხალხისადმი, ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. აქ ჩვენ უნდა კარგად გვახსოვდეს, რომ რეალურად ამერიკელები არა მარტო ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით იყვნენ ჩვენი ძალაახლოვანი, არამედ ისინი ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიჩვენენ ყოველთვის ჩვენს ევროპაში ინტეგრაციის საქმეშიც, ხო? ანუ ამ წერილშიც თუ არ ვხვდები, ხაზგასმით აღნიშნული, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება არის უნიშნელოვანი, საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში, ევროკავშირთან დაახლოება, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ანუ აქ ძალიან კარგად ჩანს, თუ ვის აღიქვავს ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია საკუთარ პარტნიორად. არა პოლიტიკურ პარტია ქართულ ოცნებას, არამედ საქართველოს ხალხს, საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას. ეს ძალიან საინტერესო წერილია, რომელშიც რამდენჯერმე ხაზგასმით გამეორებულია, რომ საქართველოს ხალხს ეძღვნება აი ეს მისალოცი, აი ეს განწყობა, აი ეს სწორედაც რომ ასე ვთქვათ, კეთილი სურვილები, რომელსაც ამერიკელები, რომელსაც გადმოგცემენ ჩვენ და არა პოლიტიკურ პარტია ქართულ ოცნებას, რომლებაც გაკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ამერიკასთან ურთიერთობები თავიდან ბოლომდე დაიყვანათ ნოლზე. ჩვენ გვახსოვს ასევე იყო ძალიან საინტერესო კვლევა, ჰატსონის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა, თუ როგორ გაძლიერდა ირანის გავლენები საქართველოში, ხო? ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, შევეხეთ რამდენიმე სიტყვით, მაგრამ ესეც ძალიან ნიშანდობლივია, მაშინ როდესაც ამერიკა იმყოფება ფაქტიურად საომარ ვითარებაში ირანთან, ირანის რეჟიმთან, ამ პერიოდში ქართული ოცნება აძლიერებს საკუთარ კავშირებს ირანის რეჟიმთან, აგზავნის საკუთარ პრეზიდენტს სხვადასხვა ღონისძიებებზე ამ ქვეყანაში. ეს შეუძლებელია, რომ ეს დარჩეს შეუმჩნეველი ამერიკაში, შეუძლებელია, რომ ეს რაღაცა ფორმით მოხდეს ამის გადაფარვა, რაღაცა რა უნდა მოხდეს, რომ ამ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ამერიკის მტერთან, პირდაპირ გაცხადებულ მტერთან, ესეთ ახლო ურთიერთობებს ამყარებს, რა უნდა მოხდეს, რომ აი ამისთან პოლიტიკურ ძალას ამერიკამ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, დაუვიწყოს, ამაზე თვალი დახუჭოს. რასაკვირველი არა. ფიზიკურად, თქვენ სწორად აღნიშნეთ თავიდან, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ქართულმა ოცნებამ რაღაცა ფორმით დაიწყოს რეალურად გადატვირთვაზე საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს გადატვირთვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებელი საპარლამენტო და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში და ძალაუფლების დათმობის შემთხვევაში, იმიტომ რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლოა ადრე ამ თემაზე ლაპარაკი და ვინმე მოგვედაოს, რომ თუ ახალ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს ქართული ოცნება და ამ პოლიტიკას გააგრძელებს, რაღაცა სამართლიან არჩევნებშიო, რაღაც ერთშითო, მაგრამ მე მინდა უთხრა მაყურებელს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში რასაკვირველია ქართული ოცნების შანსები, რასაკვირველია მინიმალიზირებულია, პრაქტიკულად არ აქვს. ერთი კითხვაც, რაღაცა თქვენ ახსენეთ ირანის გავლენები. აქვე ვახსენებ მე ასე მაგალითად გერმანელი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ ერთ საგამოძიებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც კრიპტოზეა საუბარი, აი კრიპტოებით როგორ ეხმარება საქართველოს, ხელოვანი ხელისუფლება მეთქი ასე ვიტყვია საქართველოს ზოგადად, რუსეთს ომის წარმოებაში უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ ეხა ისევ ირანს მიუბრუნდები. რა განსხვავება სომხეთის ლიდერსა პაშინიანსა და საქართველოს დე ფაქტო ლიდერ ყაველაშვილს შორის ორივე ხო იყო თეირანში. ორივე ხო მონაწილეობდა ასე მაგალითად ალი ხამენეის. მე ვცდილობ ხოლმე მაყურებელს ამოხსნა ეს. მე ვეუბნები სულ მინიმუმ იმას, რომ სომხეთის ლიდერის ყველა ნაბიჯი, რამდენადაც ის უკვე სტრატეგიული პარტნიორია შეერთებული შტატებისა, ეს ქვეყანა თუ სწორედ სიტყვა გადათანხმებულია. ანუ ეს არის საერთო პოლიტიკის პრაქტიკა. თქვენ ხო არ დაამატებით სხვა ინგრედიენტებს, რაც მაყურებელს თვალსაჩინოს გახდიდა. რატომ შეიძლება ის ფაშინიანისთვის და არ შეიძლება ყაველაშვილისთვის? ძალიან მარტივი პასუხი ამ კითხვაზე, იმიტომ რომ ფაშინიანი ცდილობს სომხეთის მაქსიმალურ დისტანცირებას რუსეთისგან და მაქსიმალურ დაახლოებას დასავლეთთან, ხოლო ქართული ოცნება ცდილობს საქართველოს მაქსიმალურ დისტანცირებას დასავლეთისგან და ამერიკისგან და ჩვენს მაქსიმალურ დაახლოებას რუსეთთან. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. რეალურად ფაშინიანი არის არა მარტო სანდო პარტნიორი უკვე დასავლეთის, არამედ არის ლიდერი, რომელმაც დაანახა როგორც ამერიკელებს, ასევე ევროპელებს, რომ მასთან საუბარი, მასთან, ასე ვთქვათ, მუშაობა არის შესაძლებელი და ის სრულიად ითანხმება და იზიარებს
ევროპულ დასავლურ ფასეულობებს და აღარ აპირებს რომ სომხეთი დატოვოს რუსეთის გავლენის ქვეშ, აღარ აპირებს რომ იყოს სომხეთი რუსეთის პლაცდარმი და ცდილობს რომ მაქსიმალურად ეს დრო მოიგოს, რომელიც ეხლა გაჩნდა, ხოლო რას აკეთებს ქართული ოცნება ამის სრულ საპირისპიროს. ის დემონსტრაციულად ლანძღავს დასავლეთს, დემონსტრაციულად ვარსამოს დასავლეთთან ურთიერთობებზე, დემონსტრაციულად აბრალებს ამერიკასა და ევროპას რაღაც სრულად წარმოუდგენელ აბსურდს, გულისხმობ ამ deep state-ებსა და გლობალურ ომის პარტიებს და წარმოუდგენელ სრულად აბსურდულ განცხადებებს. შესაბამისად, აქ არის პრინციპული სხვაობა, ხო? ეს არის ჯერ ერთი ფაშინიანი არის საკუთარი ქვეყნის რეალური ლიდერი და არა დანიშნული სხვის მიერ და ის რეალურად წარმოადგენს საკუთარი ხალხის აზრს, საკუთარი ხალხის ნებას და მან რამდენჯერმე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შედეგად შეინარჩუნა ძალაუფლება და ის არის რეალურად საერთაშორისო აღიარებული არჩევნების ფარგლებში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ასე ვთქვათ, განსაზღვრული ლიდერი, ხოლო მეორე მხრივ ყაველაშვილი ეს არის ცხადია დანიშნული პრეზიდენტი, ივანიშვილი დანიშნული პრეზიდენტი, რომელსაც არანაირი ნდობა ქართული ხალხის არ გააჩნია და ის რეალურად არა მარტო ის, არამედ ქართული ოცნება რეალურად უკვე ძალიან დიდი ხანი აღარ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს და ხედვას. ეს ვთქვათ, უფსრული ფაქტობრივად ყოველდღიურად იზრდება, ხო? ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე თუ ვის წარმოადგენს ქართული ოცნება და გვახსოვდეს რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ იზიარებენ, ასე ვთქვათ, მათ ხედვას, ისინი არიან უკიდურეს უმცირესობაში და რეალურად ქართულ ოცნებას აღარ გააჩნია ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის რეალური მხარდაჭერა. მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრ ადწოდებული, მე ესე უწოდებ ხოლმე მინისტრი თულიოთ ესე დავარქვათ. ამბობს რომ რაც გვერდჩით, მე შინაარს გადმოგცემთ. ჩვენი პოლიტიკა არის მრავალვექტორული. მე აგე რაღაც ვიზიტით მივივარ ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, არ ვიცი კიდე ყირგიზეთში, თურქმენეთში, ჩამოდის აქ თურქმენეთის ლიდერი, ჩინეთთან დამამყარეთის ურთიერთობა, როგორიც და რომელიც დავამყარეთ. რაც გვერდჩით, ჩვენ ვცდილობთ აქ კიდევ ერთი საკვანძო სიტყვაა, ბატონო გიგი. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს მისია როლი ფუნქციის გამოკვეთას. ჩვენ ვართ შუა დერეფნის წამყვანი სახელმწიფო დაკავშირებადო და ეს გაუხდიათ მათ ერთგვარ სავაჭრო სამარკონიშნად. ამბობენ რომ აი რაღაცა ჩვენ შავი ზღვის ქვეყანა ვართ და სომხეთი არ არის. ფაქტია, ხო? აქედან გამომდინარე დასავლეთი ჩვენ ვერ აგვწდება. რაცა უნდა მოინდომოს. როგორ ვაკარწყლებთ ამ თუ პირველ თეზას იმის თაობაზე რომ საქართველო ესე იგი რაღაც სტრატეგიულ პარტიო რომ ყველასკენ მიდის, მათ შორის ჩინეთსკენ და დასავლეთთანაც ურთიერთობს, ეს უკანასკნელი ცხადია ტყუილია და მეორე როგორ ვაკარწყლებთ თეზას იმის თაობაზე რომ ჩვენ სიქით გზა არ აქვს დასავლეთს როგორც ასეთი. ეს რასაკვირველი არის სრული აბსურდი. ამაზე ალბათ სერიოზული საუბარიც არ ღირს, რომელ მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზეა საუბარი, როდესაც მათ რეალურად აღარ მიესწრებათ არც ერთ ევროპულ დედაქალაქში, ისინი არ არიან აღიარებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, ორიოდე გამონაკლისის გარდა, ისინი არ არიან აღიარებული არც ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ და არც ამერიკის მიერ, ეს არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც რაღაცა ფორმაზე ლეგიტიმაციით სარგებლობს და შეუძლია ამ ლეგიტიმაციის საფუძველზე ისაუბროს. აქ საუბარი იმაზე, რომ ეხლა ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს რეალურად ალტერნატივა გამოუნახოს ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორის თვალსაზრისით, ხედვის თვალსაზრისით, სიტყვა არ მომწონს ვექტორი, მაგრამ საგარეო პოლიტიკური ხედვის თვალსაზრისით, არის იმდენად წარმოუდგენელი ტყუილი, საქართველოს სხვა არჩევანი არ გააჩნია. ეს იცოდა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს დამკვირვებლის აღდგენის პირველივე დღიდან აი პროცესებში, რომელიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში, ხო, საქართველოს სხვა არჩევანი ფიზიკურად ვერ ექნება ვერასდროს. საქართველოს ვერასდროს ვერ იქნება ახლო აღმოსავლეთის ნაწილი, საქართველოს ვერ იქნება რუსეთის სატელიტი, საქართველოს ვერ იქნება ჩინეთის, ასე ვთქვათ, გავლენის სფეროში. საქართველოს არის ისტორიულად ევროპული ქვეყანა, საქართველოს ადგილი არის ევროპაში, საქართველოს ადგილი არის ევროპულ ცივილიზაციასთან ერთად. ეხლა საუბარი იმაზე, რომ ამას რაღაცა ალტერნატივა შეიძლება გაუჩინოს მაკა ბოჭორიშვილმა,
ან რომელიმე ქართული ოცნების წარმომადგენელმა არის იმდენად სასაცილო რომ ამაზე სერიოზულად საუბარი რეალურად ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, ხო? მეორე მხრივ ბატონო გიგი მე მესმის რასაც ბრძანებთ მესმის პათოსის რიტორიკას, მაგრამ მეორე მხრივ მაკაბოჭორის შვილი ალბათ სახსენებელიც არ არის, მაგრამ ბიზნა ივანიშვილმა ალტერნატივა გაუჩინა შეიძლება თლად ზუსტი სიტყვა არ არის, უკვე დაამკვიდრა აქ მეტი ჩინეთი, მეტი ირანი, მეტი რუსეთი, ნაკლები დასავლეთ საერთოდ არის. დასავლური ინვესტიცია პრაქტიკულად არ არის ჩვენს ქვეყანაში ასე მაგალითად ინვესტიცია. დასავლეთი სულ უფრო გადის, დასავლეთი და შეერთებული შტატები სულ უფრო გადის, ევროპა მით უფრო გადის. ხო, ნაგინები ყავთ ამათ ყველა ელჩი პრაქტიკულად არ ვიცი შეიძლება რაღაც ავსტრიის ელჩი არ ყავთ ნაგინები, მაგრამ არც ეს არ გამორიცხოთ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხო? ქვეყანა არ დარჩენილა ევროკავშირის სივრცეში, რომლის მიმართაც შეურაცხყოფელი განცხადებები არ გაეკეთა. ანუ მეტი რუსეთი მკვიდრდება და მკვიდრდება. ერთი კითხვა აქედან გამომდინარე. წარმოვიდგინოთ და ჩვენ რაღაცა პროგნოზებსაც ვაკეთებთ ხოლმე, რომ უკრაინაში როცა იქნება მაშინ ან ცეცხლის შეწყვეტა მოხდა. ისკერას მიდის ძნელად, ძალიან ძნელად მიდის ეს პროცესი. ბევრი მიზეზის გამო, პირველ ყოვლისა ჩემი აზრით რუსეთის არაადეკვატურობის გამო. მაგრამ კარგით, მივიდნენ, მიათრიეს რუსეთიც ამ ცეცხლის შეწყვეტამდე, ტრამპი სულ უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც იმეორებს, რომ რაღაც ერთ მხარესაც მოუწევს დათმობები, მეორე მხარესაც, მოკლედ გარკვეული პერიოდის შენარჩუნდა რაღაც მშვიდობა, ან დროებითი, ან ყალბი მშვიდობა. მოიცალა მე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო კავკასიის რეგიონისთვის, მათ შორის იმისთვისაც, რომ ეს ტრიპის პროექტი განსახორციელებელია, ეს ხო დასაწყებია, კიდევ უფრო მძლავრად დასამოქმედებელია. განა რუსეთს დაუტოვებს, ალბათ სწორი სიტყვა, ანკლავს საქართველოს სახით ამერიკა. ანუ კავკასიის 13-ში საქართველოს სომხეთი, აზერბაიჯანი. უნდა გაიმარჯვოს, იმიტომ რომ 2/13-ში გამარჯვება ამერიკულიდან დასავლური ინტერესებისა ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ყოველთვის ექნება რევანშის განხორციელების შესაძლებლობა, თუნდაც იგივე სომხეთზე. აზერბაიჯანის შედარებით მძლავრი სახელმწიფოა, შეეგნებულად არ მახსენებ. სომხეთზე. იქ იუმრის ბაზაა, ბევრი ფაქტორია, რის გამოც, რომელთა გამოყენების გამოც თუ გათვალისწინებითაც, რუსეთი ესე იოლად არ ამოიძირკვება კავკასიის რეგიონიდან. საქართველო საყრდენია აგლახთა სამწუხაროდ მოცემულ ეტაპზე. ყველას ძალიან კარგად ისმის, რომ რეალურად საქართველო არის საკვანძო ქვეყანა, გეთანხმებით აბსოლუტურად. საქართველოს გარეშე არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს არ აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე, არ აქვს გასასვლელი პირდაპირი კავშირი დასავლეთთან, ევროპასთან, ევროკავშირთან. ამიტომ საქართველოს გარეშე რეალურად ძალიან ძნელი იქნება, რასაკვირველია, იმ დაგეგმილი პროექტების განხორციელება, რომელიც უკვე დაწყებულია, ხო, რომელზეც საუბარი ძალიან აქტუალურად მიმდინარეობს და რომელიც ერთ-ერთი ინიციატორიც არის თავად ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი, ხო? რეალურად მე არ მგონია, რომ რაღაცა ფორმით მოხდეს დიდი ხნის მანძილზე, აი სწორედაც თვალის დახუჭვა იმ რეალობაზე, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში, ან მოხდეს რაღაცა ფორმით ამის დავიწყება, ან ამის პატიება, რასაც მე სრულად გამოვრიცხავ და ამის არანაირი ნიშანი არ არსებობს, არც ერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან, რასაკვირველია, ყველა იმ ქმედებას, რომელიც განახორციელება ქართულმა ოცნებამ ბოლო წლების მანძილზე, მათ მოუწევთ პასუხის გაცემა. მათ მოუწევთ რეალურად ამ პროცესებზე პასუხისგებლობის აღება, რაც მათ შექმნეს ჩვენს ქვეყანაში, სრულად გაცხადებულად საქართველოს დააკარგინეს ჩვენი, ასე ვთქვათ, ევროპასთან დაახლოების, ევროპასთან ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ჩვენ უკვე აღარ განვიხილოთ აღარც ფორმატში, ჩვენთან საუბარი უკვე ჩვენთან მიმართებით აღარ არის საუბარი მოლაპარაკების გახსნაზე, აღარ არის საუბარი საინტერესო ფორმატებზე, ამ ყველაფერზე პასუხისგებლობის აღება მოუწევს ქართულ ოცნებას და ყველას ძალიან კარგად ეცოდინება, თუ ვისი ბრალია ის რაც ხდება დღეს ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ ნებისმიერი ილუზია და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, დეზინფორმაცია, ნებისმიერი პროპაგანდა იმისა, რომ რაღაცა ფორმით კიდევ ერთხელ უბრუნდებით ფაქტობრივად იმ საკითხით დავიწყეთ ჩვენ, რომ რეალურად ქართული ოცნება შეძლებს აი რაღაც ომის დამთასრულების შემდეგ, უკრაინის გამარჯვების შემდეგ რაღაცა ფორმით შეძლებს რომ დაუბრუნდეს ნორმალურ ბრჭყალებში ურთიერთობებს ამას არის სრულად გამორიცხული. ანუ ეს ფიზიკურად არის გამორიცხული. ვინც უნდა გამოცვალოს, ეხლა მთელი რამდენიმე ხელისუფლება რომ გამოცვალოს ივანიშვილმა, ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან თუ ვინ მართავს აქ პროცესებს. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ რეალურად ამ ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს ნიშნავს და ათავისუფლებს ერთადერთი ადამიანი. ანუ ეს ადამიანი არის ყველაფრის, ასე ვთქვათ, განსაზღვრელი და შესაბამისად ყველანი პროცესი იქნება დაკავშირებული სწორედ მის, ასე ვთქვათ, მასთან მიმართებით მოხდება ამ საკითხების, ასე ვთქვათ, დაძვრა
და მე პირდაპირ გეტყვით, რომ რეალურად ამერიკა არ არის დაინტერესებული, რომ საქართველოს დარჩეს რუსეთის გავლენის სფეროში. ამერიკას არ აქვს არანაირი ინტერესი, რომ ერთ დროს მისი ყველაზე უფრო ახლო პარტნიორი, ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, საყრდენი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ევროპის აღმოსავლეთ ევროპის ამ რეგიონში და ასე არ უნდა გავწეს, რომ საქართველოს არის ქვეყანა, სადაც ამერიკას განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, ხო? ასე ძალიან ცნობილი გამოთქმაა, ხო? ესეთი რომ ამერიკა ყოველთვის იცავს საკუთარ ინვესტიციებს, არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში, არც რეგიონის სხვა ქვეყანაში ასეთი ინვესტიციას ამერიკას არ აქვს ჩადებული, როგორც ეს აქვს საქართველოში. რასაკვირველია, საქართველოს ვერ დარჩება ამერიკის ყურადღების მიღმა. რასაკვირველია, ნებისმიერი პროექტი, რომელიც დაიწყება ჩვენს რეგიონში, უნდა მოიცავდეს და უნდა გულისხმობდეს საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს გარეშე რეგიონი არის თავიდან ბოლომდე ჩაკეტილი. ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, ხო, ჩვენი მეგობრებსა და მეზობლებთან საქართველოს გარეშე ფიზიკოდ არ არსებობს ეს დაკავშირებადობა, არ არსებობს არანაირი, ასე ვთქვათ, პერსპექტივა რეგიონში, ამიტომ რასაკვირველია. ადრე იქნება თუ გვიან საქართველოში მიმდინარე პროცესები გახდება ძალიან ერთ-ერთი ამბავი, კი, მესმის მადლობა. ერთ-ერთი ამბავი, მოდი მეგობარი აქცე კითხავთ, რომელიც გაიჭედა. და თავდასხმის ავტორიზაციის აქტში საქართველოსთან დაკავშირებული რემარკები თუ ჩანაწერები, ხო? ხომ არ გაიჭედება. იმიტომ რომ ქვედა პალატის დონეზე ეს მიღებულია. ზედა პალატამ შეიძლება მოცემულ ეტაპზე ვერ მოიცალა ან რაღაც სხვა საკითხებია, ბუნებრივია და გაცილებით მნიშვნელოვანი მეთქი ასე გავბედავ დავაირკვი ასე. მაგრამ ხომ არ გაქვთ ეს ფიქრი იმის თაობაზე, რომ ზედა პალატაში შეიძლება გაიჭედოს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეს აქტი ჩინური გავლენები, ირანული გავლენები, რუსული გავლენები, მათ შორის ინფილტრაცია უსაფრთხოების სისტემებში, ინტერვენცია რუსეთისა და ჩინეთისა და ირანისა, ხო, შეიძლება მომაკვდინებელი იყოს ქართული ოცნებისთვის ამ ყველაფერს თუ დაემატება ევროპული რეგულაციები, ბრიტანული რეგულაციები. იმიტომ რომ მაყურებელს უნდა აუხსნათ, რომ ხშირ შემთხვევაში სინქრონში ერთმანეთთან კი გადაკიდებულნი არიან გარკვეულ საკითხებში, მაგრამ სინქრონში მუშაობენ საგარეო უწყებები და ყველაფერი იცის, ვინ როდის რას როგორ და რატომ აპირებს, ხო? და ხომ რამოდენი გაქვთ ამ ავტორიზაციის აქტთან დაკავშირებით? დიახ, ის დებულებები, რომლებიც იყო მეგობარ აქტში, დიდწილად გათვალისწინებული თავდაცვის დოკუმენტში, თავდაცვის აქტში, მე მგონია, რომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმის, რომ ეს დოკუმენტი გაიჭედოს, ანუ თავიდან ბოლომდე მოხდება მისი მიღება, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული და შესაბამისად მოხდება უკვე სრულიად სხვა კუთხით პროცესების შეფასება საქართველოში და მოხდება ამ პროცესთან მიმართებით პასუხისგებელი პირების, პასუხისგებელი, ასე ვთქვათ, მოთამაშეების იდენტიფიცირება და მათთან მიმართებით შესაბამისი პროცესების დაწყება. ამიტომ ეს ძალიან კარგად ესმის ახლა ქართულ ოცნებას, მათ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ რეალურად მეგობარი აქტი მიუხედავად იმისა, რომ გაჩერდა, ყველა ძირითადი დებულება, რომელიც იყო თვალისწინებული მეგობარს, გადმოტანილი იქნა თავდაცვის აქტში და ადრე თუ გვიან, კიდევ ერთხელ გავმეორდები, მათ მოუწევთ პასუხის გაცემა იმ ქმედებებისთვის, რაც მათ განახორციელებს ჩვენ ქვეყანაში. და ეს არის უპირველეს ყოვლისა, აი აქ საქართველოში ანტიამერიკული პოლიტიკის განხორციელება, ჩინური, ირანული და უპირველეს ყოვლისა რუსული ინტერესების გაძლიერება და საქართველოს ჩამოშორება ევროპისგან. ამასთან მიმართებით ისინი პასუხისგებლობას ვერ გაექცევიან, ვერ დაემალებიან, მათ მოუწევთ ამ ყველაფერთან მიმართებით ძალიან კონკრეტული პასუხების გაცემა და შესაბამისად პასუხისგებლობის აღება ამ პროცესებზე. ამიტომ მე არ მაქვს კიდე განცდა რომ მოხდება კიდევ ერთხელ შეჩერება, ჩვენ ახაც გვახსოვს რომ თუ რა ძალისხმევა გამოიჩინა ქართულ ოცნებამ იმისათვის რომ მეგობარი აქტი ასე ვთქვათ, შეეჩერებინათ მაქსიმალურად, მაგრამ რეალურად არაფერი არ იცვლება, ყველა ის დებულება გადმოტანილია, ყველა ის პუნქტი გადმოტანილი იქნება თავდაცვის აქტში და თავიდან ბოლომდე მოხდება მისი. გიგიაზე იყო ჩემი სტუმარი, გიგი, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ, გამარჯვებას გისურვებთ. დიდი მადლობა, უაღრესად საინტერესო რესპონდენტია გიგი. ყოველთვის მადლობა, გამარჯვებას გისურვებთ, ნახვამდის. დიდი მადლობა თქვენ. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.